იმისათვის რომ რელატივისტური ელექტრონების მიერ გენერირებული სინქროტრონული გამოსხივების ნაკადის განაწილებას სიხშირეების მიხედვით კონდეს ხარისხოვანი სახე F-ნიუ პროპორციული ნიუ მინუს ალფას საჭიროა ამისათვის რომ თვითონ გამომსხივებელი ელექტრონების ენერგიების მიხედვით განაწილებაც ასევე აღიწერებოდეს ხარისხოვანი ფუნქცია. კერძოდ, იმ ელექტრონთა რაოდენობა, რომელთა ენერგიები ხვდებიან E plus DE ინტერვალში, უნდა აღიწერებოდეს შემდეგი სახის ფუნქციის მეშვეობით. კერძოდ, რაოდენობა ასეთი ელექტრონებისა N E D პროპორციული არის ენერგია ხარისხად მინუს S DE, სადაც ხარისხის მაჩვენებელს უწოდებენ ნაწილაკთა ენერგიის ინდექს და იგი როგორც კვლევები უჩვენებენ ფოტონთა სპექტრულ ალფა ინდექსთან დაკავშირებულია შემდეგი სახით, რომ ალფა ტოლია S-1 გაყოფილი 2-ზე. ანუ ელექტრონთა ენერგიების მიხედვით განაწილების ფუნქციის მაჩვენებელი განსაზღვრავს ასევე გამოსხივებულ სინქროტრონ ფოტონთა მიერ შექმნილ სპექტრის ფორმასაც. და ეს ნათლად ჩანს შემდეგი სქემიდან. კერძოდ, სიხშირეები დატანილი არის ლოგარითმული სახით აქ და ასევე დატანილი არის გამოსხივებული ენერგიები. და აქ ცალკეული ელექტრონის მიერ გენერირებული სინქროტრონული გამოსხივების სიხშირეების მიხედვით განაწილების მორუდებია მოყვანილი და ელექტრონებს გააჩნიათ სხვადასხვა ენერგია. რამდენადაც ვიცით, მათ გააჩნიათ კრიტიკული სინქროტრონული სიხშირეები, რომელთა მნიშვნელობები ცხადია ენერგიებზე იქნებიან დამოკიდებული. კერძოდ, როგორც აღნიშნეთ, დამოკიდებულია ენერგიაზე, თანაც კვადრატში აღებული აყვანილი ფორმით. მაგრამ არა გვაქვს კრიტიკული სიხშირის ცალსახად დამოკიდებულება ენერგიაზე, არამედ იგი ასევე დამოკიდებული არის მაგნიტური ველის ინდუქციაზე და ცხადია კრიტიკული სიხშირე სინქროტრონული გამოსხივების იზრდება მის ნაწილაკის ენერგიისა და მაგნიტური ველის სიმძლავრესთან ერთად. და საერთო ჯამში სხვადასხვა ენერგიების მიხედვით აღებული ელექტრონთა სინქროტრონული გამოსხივების სპექტრების ერთობლიობა მოგვცემს ჯამურ სპექტრსაც, რომელიც დამოკიდებული იქნება ცხადია იმის მიხედვით თუ რა როგორ იყო განაწილებული ცალკეული ელექტრონების ენერგიები. როდესაც ალფა უდრის ნულს, მაშინ ზემოთ მოყვანილი ფორმულის თანახმად გვექნება რომ ელექტრონთა ენერგიის მიხედვით განაწილება ატარებს შემდეგ სახეს, რომ NE პროპორციულია ენერგია ხარისხად -2.4 და რისთვის არის ეს შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? რომ კოსმოსური სხივების ენერგეტიკული განაწილება მოგეხსენებათ კოსმოსური სხივები უდიდესი ნაწილი შეადგენს სწორედ დამუხტულ ნაწილაკებს ატარებს მსგავს სახეს. ჩვენ ვარაუდობთ, რომ აქედან გამომდინარე კოსმოსური
სხივების შემადგენელი ნაწილაკებისა და სინქროტრონული გამოსხივების წარმოშობი ელექტრონების მაღალ ენერგიებამდე აჩქარება ერთი და იგივე პროცესის შედეგად შეიძლება ხდებოდეს. კერძოდ, უპირველეს მექანიზმად ამ თვალსაზრისით მოიაზრება დარტყმითი ტალღების გავრცელება ჯეტებში. და აქედან კიდევ მეორე მნიშვნელოვანი შედეგი. საერთოდ იმის გამო, რომ კოსმოსური წყაროების, კოსმოსური სხივების შემადგენელი ნაწილაკების ორბიტები მრუდდება ჩვენ galaktikis ფარგლებში არსებულ მაგნიტურ ველებთან ურთიერთქმედების შედეგად თავისთავად ტრივიალური წარმოსადგენია, რომ მაგნიტური ველი შეცვლის ნაწილაკის მოძრაობის თავდაპირველ მიმართულებას და მას მიანიჭებს საკუთარ მიმართულებას და აქედან და საერთო ჯამში თუ მხედველობაში არ მივიღებთ მაგალითად თუნდაც ზოგიერთ გამონაკლეს შემთხვევას უცნობი რჩება კოსმოსური სხივების წყაროები. ისინი პირდაპირ სახით არ დაიგურება და მხოლოდ არსებობენ ჰიპოთეტურ დონეზე. და ვინაიდან galaktikat აქტიურ გულებში სინქროტრონული გამოსხივების შესაბამის ელექტრონებს და კოსმოსურ სხივების შემადგენელ ნაწილაკებს ენერგიების მიხედვით აღვთ. მსგავსი განაწილება შესაძლო არის, რომ სწორედ galaktikat აქტიური გულები წარმოადგენდნენ კოსმოსურ სხივთა გენერაციის ერთ-ერთ ყველაზე ალბათურ ადგილს. განსაკუთრებით ესე თქმის მაღალი ენერგიების კოსმოსურ სხივებზე. და ვინდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მცირე სიხშირეებზე სინქროტრონული გამოსხივება განიცდის ეგრეთ წოდებულ თვითშთანთქმას. კერძოდ ჩვენ გავიხსენოთ პირველ რიგში კომპტონის ეფექტი. როდესაც მაღალი ენერგიის მქონე ფოტონი ურთიერთქმედებს დაბალ ენერგიულ ნაწილაკს, იგი განიცდის მასზე გაბნევას. ანუ ურთიერთქმედების პროცესის შედეგად იცვლება ფოტონის მოძრაობის მიმართულებას და ენერგიაც. და ენერგია მცირდება ამ დროს, რომელიც გადაეცემა ნაწილაკს და იგი აჩქარდება. მაგრამ არსებობს ეგრეთ წოდებული კომპტონის გაბნება. ანუ როდესაც დაბალი ენერგიის მქონე ფოტონი ურთიერთქმედებს რელატივისტურ ელექტრონთან, ამ დროს ელექტრონი მას გადასცემს დიდი რაოდენობით ენერგიას და შედეგად ფოტონი მოცემული სიხშირით მქონე ფოტონი ქრება და მის ნაცვლად წარმოიშვება მაღალი სიხშირის მქონე ფოტონი. ანუ ადგილი აქვს დაბალ სიხშირული ფოტონის გადასხივებას მაღალ სიხშირეებს. მაგრამ ასეთი სახის პროცესები ცხადია, რას მოგვწევენ, რომ ადგილი ექნება დაბალი სიხშირეების, ანუ დაბალ ენერგიული ფოტონების დეფიციტ სპექტრში. და შედეგად ჩვენ როგორც ზემოთ ვნახეთ სინქროტრონული გამოსხივება წესით სიხშირის ზრდასთან ერთად უნდა ეცემოდეს. მაგრამ ამ პროცესისთან კომბინაციაში დაბალ სიხშირეებზე პირიქით გვექნება უარყოფითი ალფა, ანუ მოხდება დაკვირვებული ნაკადის ზრდა სიხშირის ზრდასთან ერთად.
სწორედ ნიუ კრიტიკულ მნიშვნელობამდე. ხოლო ნიუ კრიტიკულის მნიშვნელობა მთლიანად გამოსხივების წყაროში დამოკიდებული არის გამომსხივებელ ელექტრონთა ენერგიების ერთობლიობაზე. ხოლო ნიუ კრიტიკულის შემდეგ კი მოხდება წყაროს სინქროტრულ სპექტრი სიხშირის ზრდასთან ერთად გამოსხივებული ნაკადის კლებაც. მაგალითად, აქ ჩვენ მოყვანილი გვაქვს ერთ-ერთი გამოსხივების წყარო. მართალია იგი მიეკუთვნება ბლაზარს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აქ მექანიზმები ერთი და იგივეა, თან კვაზართა რადიო კვაზართა საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ბლაზარებში ხდება და აქ ხედავთ, რომ სიხშირის ზრდასთან ერთად კი არ ეცემა ნაკადი, არამედ პირიქით თანდათანობით მატულობს. სწორედ სინქროტრონული თვითშთანთქმის შედეგად, როდესაც ეს დაბალენერგიული ფოტონები რადიოდან დაწყებული, დამთავრებული ულტრა იისფერით ურთიერთქმედებენ მაღალი ენერგიების მქონე ელექტრონებთან, ღებულობენ დიდი რაოდენობით ენერგიას, რომელიც გამა კვადრატის პროპორციული არის, სწორედ ეს ენერგიის შენაძენი, სადაც გამა ელექტრონის ლორენცის მომრავლს შეადგენს და შედეგად ფოტონი გადასხივდება გამა უბანში და ზოგჯერ ტერა ელექტრონ უბანშიც კი შეიძლება გადასხივდეს.